ძალიან საინტერესო პრემიერის შესახებ უნდა ვისაუბროთ, რომელიც დღეს და ხვალ გაიმართება. სასწაულის მოლოდინში ასე ქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერა, როგორც გითხარით, დღეს და ხვალ სოხუმის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. სპექტაკლი გახლავთ ფონდის კანონელი პროექტი და გვიამბობს 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის შეხვედრის სოხუმში. უფრო თვალს ასაუბროთ, შემოგვერთა ჩვენი სტუმარი, რომელიც უფრო მეც მოგუხობა სპექტაკლის რეჟისორი გიორგი კაშია. გიორგი, დილამშვიდობის. დილამშვიდობის. მადლობა გამარჯვებისთვის. წარმატებას გისურვებთ და ორმაგი მადლობა საღამოს პრემიერი გაგდა მივხვდეთ ამისა ჩვენთან ხარ დღეს მე ვიცი რა სამდე ამდენი ღამე გააცენი ალბათ და გუშინაც არ გეძინა, მაგრამ ესე იგი ეს ახლავს და მოდი უფრო მეტი გითხარი ამ პროექტის შესახებ. ნუ გასაგებია რატომ სოხუმის თეატრში აქ ვთქვათ რომ გიორგი არის ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი შალავდადიანის სახელობის და არა ზუგდიდში, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით პირობითი საზღვრის გამო აფხაზეთთან ძალიან ახლოს ვართ. თუმცა გასაგებია რატომ სოხუმის თეატრში. მოდი გითხარი ეს რეალურ ამბავზეა, რა ხდება, რა ვითარება, რაზეა სპექტაკლი და ასევე გითხარი როგორია სამზადისი. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა ფონდ კანონელს, რომ მოგწვა მის შესაძლებლობა, მისი იდეა იყო ეს და მე მაქვს დღემდე ურთიერთობა ბერებთან, რომლებიც ახლახანს გავიცანი, ამ პროექტმა შეგვახვედრა ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება ისევ და შესაძლებელია, რომ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელო. რადგანაც ის ჩემი დიდი სურვილიცაა. სპექტაკლს რაც შეეხება, ეს არის გურამ ოდიშარიას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ტექსტი, რომელზეც მე ვიმუშავე ადაპტაციაზე და მინდა მოვიკითხო ბატონი გურამი და მადლობა უთხრა. იმუშავა ძალიან საინტერესო მასალაზე და ვფიქრობ, რომ ეს მასალაც სპექტაკლის შემდეგ და გაიცნობს მკითხველი და ვფიქრობ ძალიან მოეწონება ეს ტექსტი. სპექტაკლი არის სწორად აღნიშნეთ ორ მოხუცებულ ადამიანზე, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან და იცით როგორ ვიმუშავეთ და გავაკეთეთ, რომ მათი წარსული მიზანსცენებით გავიხსენეთ და რაღაც მნიშვნელოვან დასკვნამდე მივიდეთ. ეს თავი საქმე რა არის ამ სპექტაკლის კი? როგორი სევდიანია უერთმანეთობა და რა მნიშვნელობისაა ჩვენი ძმობა, ჩვენი ნათესაობა და ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის ალბათ უპირველეს ყოვლისა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მათთვის, ვინც თქვათ ისტორიის დონეზე იციან ეს ყველაფერი, თუ რა ურთიერთობა გქონდა და როგორ იყო ეს ყველაფერი თანაცხოვრება ჩვენ. კი, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ეს იყო რაღაც ინტუიტიური შენც მე დაბადებული ახალგაზრდა კი და ომის შემდგომ დიახ და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო ამ მოვლენებთან, მასალებთან ურთიერთობა და ჩემი თვალით და გულით დანახული აფხაზეთი რაღაც ვფიქრობ, რომ დღეს შეცვალა თუ არა ეს დამოკიდებულება რა წარმოდგენაც გქონდა ვთქვათ მანამდე, სანამ სპექტაკლზე დაიწყებდი მუშაობას და სანამ შეეხებოდი ამ მასალებს. რა დაგანახა უფრო? გაიგე თუ არა რამე ახალი, ისეთი რაც შეიძლება მანამდე არ იცოდი. კი, ბევრი ახალი ამბავი გავიგე. ჩვენს ურთიერთობებზე ცხადია, ეს რა აფხაზეთი ჩვენია, მაგ ყველამიც. ხო, რა თქმა უნდა. კი, გავიგე უფრო ღრმად და საფუძვლიანად ალბათ გავიგე თანაცხოვრება იმ დროს ამ ადამიანების და რამხელა სევდას ატარებენ ამ მოვლენის შემდგომ. ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენთან ამ ჩემ სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები, რომლებიც სოხუმში ცხოვრობდნენ, იქ დაიბადნენ, გაიზარდნენ, იქ თეატრში თამაშობდნენ და მათი შეხება ამ პროცესთან ძალიან ისეთი ემოციური იყო. გარედან როცა ვხედავდი ამ ყველაფერს და შესაბამისად ჩემთვისაც ემოციური აღმოჩნდა ამის ხილვა ამ ყველაფრის. აქედან გამომდინარე მუშაობა იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი. გიორგი, თუ გქონდა
ამ პროცესში თან შემთხვევით რომ მე გავუკეთე ერთგვარად ხო ადაპტაცია ინსცენირება ამ ტექსტს რომელიც ბატონი გურამის მიერ არის დაწერილი შეხება საუბარი ადამიანებთან რომელსაც დღემდე აქვთ კონტაქტი აფხაზებთან არის ესეთი ოჯახებიც რომლებიც ნათესავები არიან ჩვენ ვიცით რომ ბევრი გადადიან ახლობენ ერთმანეთს ხო არ ქონია ესეთი საუბარი კი პირველ რიგში ბატონ გურამთან ბატონ გურამი ის ძალიან დიდი ადამიანია იმ ხრივ რომ დღემდე აქვს ურთიერთობები და ფიქრობ დღეს ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი ამ კუთხით მნიშვნელობის მატარებელ პიროვნებასთან მაქვს შეხება მქონდა და მექნება და მისგან ძალიან ბევრი ამბავი მოვისმინე თუნდაც დღევანდელი და ურთიერთობებს კი და მე თვითონაც შემდეგ პატარა კვლევა ვაწარმოე ეხლა სოციალურ ქსელებთან მარტივია წვდომა და მაინტერესებდა მათი დამოკიდებულება და რაღაცებზე ძალიან გულის თამაში. კვლევის შედეგი როგორი? შეიძლება ყველაფერი ვერ გითხრა მესმის, იმიტომ რომ არის რაღაცები რაც არ ეთქმის მე დამინტერესება რა ამ თემით. არის ესეთი რომ ძალიან პირადული უნდა იყოს, მაგრამ ზოგადად რო გითხრა, აი როცა მაგრამ იმედის მომცემი თავისთავად. ყველასგან არა, მე როგორც ვიცი, ყველასგან იმედის მომცემი არ არის. ესე მაქვს განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან, ისეც არ არის როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს, იმიტომ რომ მათ სხვა ისტორიას უყვებიან, სხვა რამეს უნერგავენ და აი უფრო დასრულთაობაში ან იმთაობაში რომელსაც ახსოვთ როგორ იყო თანაცხოვრება არის თუ არა რაღაც სასიხარულო დოქტრინის ისტორია მესმის რომ მათაც რთულია საჯაროდ შეიძლება ეს ვერ თქვა კი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქვს მონატრება იმიტომ რომ ამ მოვლენამ რაც მოხდა დააშორა ხო ეს ადამიანები ოჯახები გახლით ჩამოჭრა თუ საუბარი ოჯახები კი ფიქრობ რომ რაღაც დროის გასვლის შემდეგ და არც თუ ისე ცოტა დრო გავიდა ხო რაღაც დროის გასვლის შემდეგ ადამიანები გადააფასებენ ხოლმე რაც მოხდა მათ წარსულში და მაგ დროს უკვე ბრაზი და წყენა სადღაც აღარ არის და უფრო მეტად რაც გულს ჭირდება და ამ ურთიერთობას ალბათ ეს უფრო მნიშვნელოვანი არის ამიტომაც მე ძალიან მადლიერი ვარ ადამიანების, რომლებმაც ამ პროექტში მონაწილეობა მიიღეს. ახალგაზრდებიდან სტუდენტები მყავს. განაწილებული ამ სპექტაკლში პირველი კურსის მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ გიორგი სიხარულიძეს და ქალბატონ დინა თინკორძაძეს, რომლებმაც კი მათთვისაც ძალიან დიდი გამოცდილება არის ეს ყველაფერი და პირველ კურსზე პროფესიულ თეატრში სპექტაკლში მონაწილეობის. ასეთი მნიშვნელოვანი თემაზე პირველივე მნიშვნელოვანი სპექტაკლი ძალიან კარგი. თავარი გმირები ვინ არიან ეს ორი მუსიკოსი? ორი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ლევან ბერიკაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობი, ეროვნული თეატრის მსახიობი და მერაბ ყოლბაია. ორივე ჩემი უფროსი მეგობარი და შესანიშნავი მსახიობები. ბატონი მერაბი ჯერ კიდე სოხუმში თამაშობდა სპექტაკლებს და ლევანსაც ძალიან ესეთი სოხუმისთვის ძალიან მშობლიურია და ორივე შესანიშნავი მსახიობია. მათგანაც მოისმენდი ალბათ ბევრი ისტორია სოხუმელებზე. რა თქმა უნდა. კი, ეს იყო რაღაცა მარტო რეპეტიცია, ეს პროცესი და მუშაობა უფრო მეტი სიხარულის იყო, იმიტომ რომ ხო ამბები, რომელიც მე არ ვიცოდი, ან საიდან უნდა მცოდნო და ფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ უნდა მოისმინოს ეს ამბები და გაუღვივდეს რაღაც შეგრძნებები. ამის ნაკლებობასაც არ განვისთით, მე ასე მგონია, რადგანაც მე ჩემმა თაობამ, ჩემმა თანატოლებმა ასეთი გზებით ვცდილობთ, რომ მეტად დავახლოვდეთ ამ თემასთან და მეტი ამბავი მოვუყვეთ თუ მოვისმინოთ. ცხადია უკვე როცა ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც როგორ ვთქვით, იმ თაობას მიეკუთვნება ომის შემდგომ თაობას და ინტერესდება ამ თემით და დგავს ამ თემაზე სპექტაკლზე, იძიებს და იგულებს, ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ აქტუალური არის ახალგაზრდობაში და შესანიშნავი ნამდვილად იდეა იყო შენგან, რომ პირველ კურსელები ჩართე, რომ მათაც უფრო მეტი გაიგონ არა უბრალოდ ინფორმაციის დონეზე, რომ აფხაზეთი ჩვენია და მორჩა. უფრო მეტი გაიგონ რა არის ეს ჩვენი, რა არის ეს აფხაზეთი. ცხადია. კი, არა უშავს მთავარია, რომ საბოლოო შედეგი მე მაინც ძალიან დიდი ოპტიმიზმით ამოვედით ვართ ყველა. სასწაულის ეს სასწაულია, სწორად რას ვუყურდებით, ხო? კი. გიორგი, ძალიან საინტერესო ასევე შესაძლებელია თუ არა რომ სხვა ქალაქებში, სხვა თეატრებშიც რომ დაიდგას ეს სპექტაკლი. ამ სპექტაკლის ჩვენება პირველ რიგში მე მინდა და ვაჩვენებ აუცილებლად ზუგდიდელ მაყურებელს, რადგანაც თეატრი რომელსაც ხელმძღვანელობ და იქვე აფხაზეთთან. კი, და
ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი იქაც. ჩვენ ყოველწლიურად ვსტუმრობთ აფხაზეთში მცხოვრებ ბავშვებს და ვაჩვენებთ სხვადასხვა სპექტაკლებს. და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ამის გაკეთება შეგვიძლია. რომ ეს სპექტაკლი არა მარტო ზუგდიდებმა მაყურებელმა ნახოს, არამედ იქედან გადმოსულმა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ფონდი კანანელი, რომელიც თქვენ თქვით, რომ ესე იგი ძალიან ხარდამჭერია და მათივე ინიციატივით შენდება სამების საპატრიარქო ლავაში ტაძარი. ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ტაძარი როცა საძირკველი იკურთხა, მაშინ მახსოვს, რომ ეს არის იმედი ესეც შემწეობა იმისა, რომ ეს ტაძარი იქნება გამოერთიანებელი ჩვენი და აფხაზების და სიმონ კანანელი რატო ქვია სიმონ კანანელის საფლავი, ვიცით რომ არის აფხაზეთში. მოციქულის, ერთ-ერთი მოციქულის და რა თქმა უნდა, დიდი შემწეობის იმედი გვაქვს და მადლობა ამ ფონდს ამ საქმეებისთვის და მადლობა რომ აი ასევე თქვენს დაგიჭირეთ ხარი. როდის კიდევ თქვათ, პრემიერა როდის გაიმართება და ის იქნება რეპერტუარში ალბათ, ხო? პრემიერა გაიმართება დღეს და ხვალ 8 და 9 დეკემბერს სახუმის სახელმწიფო თეატრში და ის იქნება არ ვიცი ამ სპექტაკლის ბედი ალბათ დღეს გაირკვევა და დიდი იმედი მაქვს დიდხანს იქნება რეპერტუარში. ყველაზე მთავარია შეიძლება ვისურვოთ, გისურვოთ და ახდეს სათაური რომ ძალიან მალე სოხუმში და აფხაზეთში ვითამაშოთ ეს სპექტაკლი და სასურველია უკვე სხვა თემების დადგმა და განხორციელება მოხდეს აფხაზეთში. მეც ვისურვებდი ამას და ყველა ქართველს ვისურვებ რომ ერთად თქვენ ჩვენი თაობა მოვესწროთ ამას. თქვენ თაობა დადგეს და ითამაშოს. დიდი სიამოვნებაა. დიდი მადლობა გიორგი. თქვენც მიიღებთ მონაწილეობას. კარგი. კიდევ ესე იგი თანხმდები აქვე. პირობა. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი კაშია იყო ჩვენი სტუმარი, რომელიც დღეს წარმოადგენს სპექტაკლს სოხუმის სახელმწიფო თეატრში.